და გუშინაც რამდენჯერმე ვკითხე ეს ჩემი გადაცემის სტუმრებს, მინდა შენც კითხო. ასეთი შერეული სისტემის პირობებში მაგალითად ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. რატომ ფიქრობთ, რომ ეს უფრო მძიმე ვერსია იმისგან, რაც არსებობდა და ის მხოლოდ რევოლუციური გზის შესაძლებლობას ტოვებს? გამარჯობა, დიანა, მივესალმები მაყურებელს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პროცესი შედის პოლიტიკურ ჩიხში, პოლიტიკური პროცესი შედის ჩიხში, საიდანაც უკვე პრაქტიკულად მშვიდობიანი გამოსავალი აღარ არის ხოლმე. აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ ამას იწევს რომელიმე საარჩევნო სისტემა. ამ ყველაფერს იწევს უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯები და ქმედებები. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უტიფრად მოატყუა მთელი მსოფლიო. მოატყუა ვენეციის კომისია და მასთან ერთად ევროსაბჭო, მოატყუა ქართული საზოგადოება, მთელი ქართველიერი. 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს პროცესი ქვეყანაში, რომ ცვლით უსამართლო საარჩევნო სისტემას და გადავდივართ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე, პროპორციულ სისტემაზე და მთელი ოპოზიცია ვიბრძვით იმისათვის, რომ ეს მართლა სამართლიანი საარჩევნო სისტემა იყოს და ყოველგვარი უსამართლო დათქმების გარეშე არსებობდეს. 4 თვე მიდიოდა საკონსტიტუციო კომისიის ხდომა. შემდეგ 1 თვე მიდიოდა სახალხო განხილვა და სახალხო მსჯელობა მთელ საქართველოს უთხარით, რომ ცვლით საარჩევნო სისტემას თქო. შემდეგ 1 თვე ვამუშავეთ ვენეციის კომისია, პირველადი და საბოლოო დასკვნები ვაწერინეთ. ჩავიდა იქ დელეგაცია სამთავრობო, ხო? გააცნეს ეს ვენეციის კომისიას ეს პროექტი. ჩამოვიდნენ თუ არა, მეორე დღესვე შეიკრიბნენ თავით პოლიცსაბჭოზე, გამოვიდნენ და გითხრეს, რომ აღარ გვინდა ჩვენ ეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა, არც თავიანთი დათქმებით აღარ უნდათ და უნდათ ისევ დატოვონ უსამართლო საარჩევნო სისტემა, რომელმაც სხვათა შორის ორჯერ გამოიწვია ქვეყანაში პრაქტიკულად რევოლუციური სიტუაციის შექმნა. აი ამ უსამართლო საარჩევნო სისტემამ, ხო? 2003-ში და 2012-ში პრაქტიკულად რევოლუციურ ვითარებაში აღმოჩნდით და არავის არ უნდა რომ ასეთ სიტუაციაში ტარდებოდეს არჩევნები ქვეყანაში, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების თითქმის ზღვარზე მისული. ყველას უნდა ამ ქვეყანაში რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემით მშვიდობიანად ტარდებოდეს არჩევნები და მშვიდობიანად ირჩევდეს ამომრჩეველი იმას, ვისი არჩევაც უნდა. ეს არის აქ თავარი ამოსავალი წერტილი. და წარმოვიდგინეთ, უცებ ქართულმა ოცნებამ დაინახა რა, რომ 2020 წელს პრაქტიკულად არის ძალიან მძიმე პერიოდი მათთვის. დაინახეს, რომ აი ამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შედეგად მათი ბონუსი, წასაღები და უმსახურებელი მანდატებისა შემცირდა, აღარ არის ის 30-40, არამედ არის 20. უკვე აღმოჩნდა, რომ შეიძლება ეს 20 აღარ ეყოთ ელემენტარულად იმისათვის, რომ ერთპიროვნულად დარჩენ ხელისუფლებაში, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება. ანუ ფიქრობთ, რომ ისინი 2020 წელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობას თვლიდნენ? რა თქმა უნდა. ეს თავად ამბობენ, რომ ესეთი შედეგის გამეორება უგუში მამუკა მდინარაძე ამბობდა, პოლიტმეტში თითქმის შეუძლებელიაო, რომ დიანა, ნახე, აი თავად ბევრ ამას ამბობდნენ. ყველას შესანიშნავად გვახსოვს 2015-ში გვპირდებოდნენ, რომ 2016 ჩაგვატარებინეთო მაჟორიტარული შერეული სისტემითო და 2020-ში პროპორციულზე გადავიდეთო. ეხლა 2017-ია, გვეუბნებიან, მოდი ეხლა 2020-ი ჩაგვატარებინეთო და ჩავატაროთო შერეული მაჟორიტარულთო, იგივეთი, რითაც 73 მაჟორიტარული დეპუტატი საჩუქრად უნდა წაიღონ, ხო? ხო ფაქტია, 73 მაჟორიტარი მოიგეს 2016-ში 48%-ით. ანუ მისული ამომრჩევლების ნახევარზე ნაკლებით. 48%-ით მოიგეს 73 და შესაბამისად აიღეს 78% მანდატებისა. 2020-ში იგივე გავაკეთებინეთო და 2004-ში გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. 2024-ში გამოვსწორდებით. როგორ ფიქრობთ ახლა? აი, უბრალოდ ახლა ბიციმწავს ბოლო მაგვებებსო, ხო, ნათქვამია. როგორ ფიქრობთ ახლა? 2020-ში არ გამოჩნდებიან ახალი ოქრიაშვილები, ან იგივე ოქრიაშვილი, ან იგივე ძმანი მისნის მაჟორიტარები. არა, ბატონ გიორგი, ესეც მამუკა მდინარაძემ გუშინ ახსნა, რომ ორმაგი დათქმით იქნება იქ ისეთი, თქვა, ჩამკეტი მექანიზმები ექნება, რომ ვეღარ შეიცვლება ეს გარდაუღლად იქნება ასეო. არ დაიჯეროთ. კარგად ახსნა საკანონმდებლო. არ დაიჯეროთ. არავითარი მექანიზმები არ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობის ნების წინააღმდეგ, დიანა. საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კანონმდებლობაში არაფერი არ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ არ შეუძლია შეცვალოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა 2020-ში გარანტირებულად რომ უნდა რომ ყავდეს ქართულ ოცნებას, აი ამ სისტემით რა თქმა უნდა ეყოლება, 48%-ით აიღეს საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაახლოებით იგივეს გეგმავენ, 45%-ითაც აიღებენ. შესაბამისად ასეთი
ვითარება რო შეიქმნება, მე მერწმუნეთ, არც ერთი დათქმა, არც ერთი ორმაგი დათქმა და ასმაგი დათქმა არ შეცვლის და არ არის უფრო მაღლამდგომი, ვიდრე პარლამენტში 113 დეპუტატი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ 2028-ში გვინდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ვერავინ ამას ვერ შეეწინააღმდეგება, მაგრამ ვისი სისუსტე აჩვენა მთელმა ამ პროცესმა, გიორგი, ანუ რომელი პოლიტიკური ლიდერის კონკრეტულად ვის პასუხისმგებლობაზე იყო მთელი ეს პროცესი? პირდაპირ პროპორციულად დაჩვენა უპირველეს ყოვლისა მთელი ქართული ოცნების სისუსტე, რომელმაც დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ხელისუფლებაში დარჩენა, თუ სისტემა მისცემს დაუმსახურებელი ძალიან ბევრი მანდატის მითვისების საშუალებას. რაც შეეხება პერსონებს, ახლა ხედავთ, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი პრემიერი საერთოდ დუმს ამ პროცესზე დღეს არავინ არაფერს არ ეკითხება. ის ქარის ელექტროენერგიაზე საუბრობდა და საზაფხულო ბანაკებზე. პროცესში არ ერევა. მთელი სიმძიმე ამ პროცესის თავის თავზე ეს შეება ვინმეს მოსწონს, არ მოსწონს ცუდად, კარგად, მაგრამ მართლა პარლამენტის თავმჯდომარემ და აი ამ კომისიის თავმჯდომარემ გადაიტანა. ეს მისი ხარვეზი იყო, ყველა ლიდერის ერთად თუ როგორ მოხდა, რომ ისეთი პროექტი მიიღეს, რომლითაც ყველა უკმაყოფილოა, მათ შორის დიდი ალბათობით თავად კობახიძეც და პარლამენტშიც მარტო უწევთ, ასე ვთქვათ, აი ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. უკმაყოფილოა თუ არა ირაკლი კობახიძე, მე ვფიქრობ, რომ ამას ეხლა უკვე ძალიან პრაქტიკულად არაფერი მნიშვნელობა აღარ აქვს. ეხლა ირაკლი კობახიძე რას ნერვიულობს, მე რას ნერვიულობ პერსონალურად, ნებისმიერი ადამიანი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ არის ამდენად მნიშვნელოვანი. ანუ ხა ირაკლი კობახიძე თუ ნერვიულობს იმაზე, რომ რაღაცა არ გამოვიდა. სხვა რამე ვიგულისხმებ. თუ ფიქრობ, რომ მან ჯიუტად პროცესი მიიყვანა ბოლომდე, მაშინ მისთვის სასურველი ვერსია მაინც უნდა გაეტანა და ამით თავადაც არ ჩანს მოხიბლული, ასე ჩანს. მაგრამ პოლიტიკაში არის ძალიან კონკრეტული მასეთი გამოსავლები. როდესაც არ ხარ კმაყოფილი შენი იმ შედეგით, რომელიც დადგა და როდესაც შენი იდეა არ გაითვალისწინა გუნდმა, თან რომ პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, რიგითი დეპუტატი კი არა ქართული ოცნების, ხო? პასუხისმგებელი ხარ 1000-ჯერ უფრო მეტად. როდესაც შენი იდეა და რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძეს ჰქონდა აღებული თავის თავზე, შეექმნა ქართულ ოცნებაზე მორგებული პროპორციული სისტემა. თავისი დათქმებით, თავისი დაუმსახურებელი მანდატებით, თავისი ბლოკების გაუქმებით, ბარიერის არ დაწევით და ასე შემდეგ. და ცესკოში 13-დან 10 წევრით. აი ეს იყო მთლიანად მათზე მოსარგები პროპორციული სისტემა. რახან ირაკლი კობახიძემ ეს ვერ გაიტანა და თუ ამითი არის უკმაყოფილო, მე რო სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ შევატყვე მას, რომ რაღაცნაირად ძალიან უკმაყოფილოა, მაგრამ თუ უკმაყოფილოა, მაშინ ასე დროს პოლიტიკოსი უნდა გაემიჯნოს იმ გუნდს, რომელმაც მოატყუა მთელი ევროპა, მოატყუა ვენეციის კომისია, მოატყუა ქართველიერი და ამ მოტყუების ავანგარდში დააყენა თავისი ლიდერი ირაკლი კობახიძე. მაშინ ის უნდა გაემიჯნოს. მაგრამ არ მგონია რომ ეს ასეთი მდგომარეობა იყოს არ. რაც შეეხება რევოლუციურ განწყობას, აქ ერთ წინადადებას ვიტყვი, იმიტომ რომ თემა ამ მიმართულებით ძალიან აქტუალურია დღეს. როდესაც ქვეყანა ხელისუფლებას შეყავს ისეთ პოლიტიკურ ჩიხში და მე ჩიხს უწოდებ იმას, როდესაც ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი არჩევნებით და სამართლიანი არჩევნებით უკვე შეუძლებელი ხდება და როდესაც მაჟორიტარული სისტემა რჩება და კომისიაში 13 წევრიდან 10 ქართულ ოცნებას ეყოლება, პრაქტიკულად უკვე შანსი აღარ არსებობს შეცვლის, ამიტომ გამომდინარე ვითარება იწყებს ესკალაციას და რადიკალიზაციას. ადამიანები რო ხვდებიან ამომრჩევლები, რომ ვერ ცვლიან იმას, რაც შეცვლაც უნდათ არჩევნებით, ხელში იღებენ კომბალს და თუ ქართულ ოცნებას გონია, რომ ისინი დაზღვეულები არიან ამისგან, ძალიან ცდებიან. მათ გონიათ, რომ კონსენსუსს მიაღწიეს და კონსენსუსს მიაღწიეს კახაოქრიაშვილთან და მიაღწიეს თავიანთ გუნდში, ეს არ არის კონსენსუსი. ეს არის ქვეყნის ჩიხში შეყვანა, რომელიც მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უახლოეს მომავალში და გეტყვით, რომ დღევანდელი ხელისუფლება უკვე გარანტირებულად შემილია გითხრათ, შეიცვლება რევოლუციური გზით. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათ თავად განსაზღვრეს. დიდი მადლობა გიორგი ახვლედიანს, თქვენ მის პოზიციებს უსმენდით, ის დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენს. ჩვენ გემშვიდობებით 4 საათამდე, მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენ გუშინ მოგიყევით დეკანოზის ოჯახის შეხვედრაზე პატრიარქთან და თავად თორნიკე მამალაძემ ჩვენს ეთერში თქვა, რომ შეხვედრა იწერებოდა. ჩვენი ინფორმაციით შესაძლოა საპატრიარქომ გადაწყვიტოს ამ ჩანაწერის გასაჯაროება, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენლები ამბობენ, ეს არის აუდიო ვერსიის სახით. ჩვენ 4 საათზე ეთერში ვიქნებით, თუ ამ დროისთვის ვერ მოგვესწრება და პირველი ახალი ამბები იქნება ეთერში და ჩვენ აუცილებლად როგორც კი შესაძლებლობა გვექნება საპატრიარქოს ჩანაწერს, აი ამ შეხვედრის ამსახველ ჩანაწერს თუ ის გასაჯაროვდება, აუცილებლად შემოგთავაზებთ. ეს იყო დღის ამბები 2-ზე, ერთმანეთს 4 საათზე შევხვდებით. მანამდე ბექა ბაციკაძე და გადაცემა საქმის კურსი.